ეკლესია ქრისტეს სხეულია და მაშასადამე პირველი თვისება ეკლესიისა არის, რომ იგი არის ერთი კათოლიკე, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ პირველი ეკლესიის პირველ ნიშან-თვისებაზე, რასაც ქვია მის ერთიანობაზე. გარდა ამისა, ეკლესიას სხვა ნიშან-თვისებებიც გააჩნია. ეს არის ეკლესიას, როდესაც ეწოდება წმინდა. ის არის წმინდა, იმიტომ რომ ის დამყარებულია იესო ქრისტეს სწავლებაზე, მის ტანჯვაზე, მის ამქვეყნიურ შეურაცხყოფაზე და შემდეგ მის მიერ დაარსებულ ეკლესიაზე, რომელმაც მოგმადლა ჩვენ თავისი საიდუმლოებები. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავითვისი მისცა მისთვისო, რათა წარედგინოს თავადმა თავსათვისად დიდებულებად ეკლესია, რათა არა აქუნდეს ნაოჭბნისა, არცა სხვაი რაი ესე ვითარი, არამედ რაითა იგი წმინდა იყოს და უბიწოდო. ანუ ეკლესია წმინდა თავისი თავით იესო ქრისტეს მადლმოსილებით და მასში სული წმინდისა და მისი მადლმოსილი სწავლება მკვიდრობს უცდომელად. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს ესეთ სიტყვებს, რომ წმინდაყვნენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამე თუ სიტყვა შენი ჭეშმარიტ არის და მათთვის წმინდა ყო თავსა ჩემსა, რაითა იგინიცა იყვნენ წმინდა ჭეშმარიტებითო. ეკლესია წმინდა თავისი მოწოდებით და დანიშნულებით, თავისი სხეულით, თავისი სარწმუნოებით, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. და ამრიგად ეკლესიის სიწმინდეს ვერ შებღალავს მასში რაიმე ამსოფლიურის ცოდვისმიერის შეჭრა, იმიტომ რომ იგი განიწმინდება სინანულის საიდუმლოთი. ხოლო მოუნანიებელი ცოდვილები ან ხილული საეკლესიო უფლებამოსილებით, ან უხილავი ღვთისამსჯავროთი, როგორც მისი მკვდარი წევრები, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულიდან. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს და მოსპოს უკეთური იგი შორის თქვენსაო. გარდა ამისა, აზრი თითქოს ეკლესია მარტოოდენ მართალთა და წმინდათაგან, ანუ უცოდველთაგან შედგებოდეს, არ ეთანხმება ქრისტესა და მის მოციქულებრივ სწავლებას. მაცხოვარი ეკლესიას ხან მინდორს ველს ადარებს, რომლებზეც იფქლი ღვარცთან ერთად ხარობს, ხედავთ ჩვენ აი ამ სიტყვებს მათემახარებელთან, ხან ბადეს, რომელსაც წყლიდან ამოყავს კარგიც და უვარგისი თევზიც, ხომ? და ამდენად აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეშიც ესეთ რამეს კითხულობს, რომ გწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრები ყველანი ერთგუნი და მხოლოდ ერთგუნი არიან, რადგან ისინი უეჭველად აღიარებენ ქრისტეს მაცხოვრისადმი წმინდა რწმენას, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ თავად ქრისტესაგან, წმინდა მოციქულთა და მსოფლიო კრებათაგან, თუნდაც ზოგი მათგანი სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს, მიაქციეთ ყურადღება აი ამას, რომ სხვადასხვა ცოდვას ექვემდებარებოდეს, ეკლესია მათ ამ ხელს სინანულად მოუწოდებს და მაცხონებელი ცნებების გზით მიხავს. ისინი ამიტომაც რჩებიან და მიიჩნევიან კათოლიკე ეკლესიის წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ექვემდებარებიან, მთავარია არ განუდგნენ და უერთგულეს კათოლიკე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ამრიგად წმინდა მამება თავიანთ თხზულებებში, თავიანთ ნაშრომებში, წმინდა საეკლესიო კრებებზე დაადგინეს და აღიარეს ეკლესიის სიწმინდე, როგორც მისი არსებითი და აუცილებელი ნიშან-თვისება. ეკლესიას გარდა ამისა ეწოდება კათოლიკე, ანუ საყოველთაო, მსოფლიო, ხომ? ზოგიერთებს ეშლება სიტყვა კათოლიკე კათოლიკებთან, ანუ რომის პაპისტებთან, რომის ეკლესიასთან.
და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიას ეწოდება კათოლიკე, იმიტომ რომ ის ადგილის, დროისა თუ სხვადასხვა ხალხების, ერების განურჩევლად არის შეუზღუდავი თავის არსებობაში. ის აკავშირებს ყველა მათგანს, სწორედ რომ ტერიტორიის, დროისა თუ ეროვნების მიუხედავად. როგორც ამას პავლე მოციქულის სიტყვიდან გებულობ ჩვენ, სადა იგი არ არის წარმართ არცა ურიაი, წინადაცვეთილებაი, წინადაუცვეთელობაი, ბარბაროს სკვითელ, მონობა, აზნაურობა, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. ანუ ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ მაცხოვრისთვის არ არსებობს არანაირი შეზღუდა ამ კუთხით და ნებისმიერი ერის წარმომადგენელი ნებისმიერ დროში შეიძლება გახდეს მისი ეკლესიის სრულყოფილი წევრი. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი წერს ასეთ რამეს, რომ ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ყოველი მისი წევრი მთელი სისავსით ცხოვრობს თავისი პიროვნებისა, როგორც მისი ცოცხალი ღვთის მსგავსი უჯრედი და ღმერთკაცობრივი საზოგადოების საყოველთაობისა და ერთობის კანონი ყოველივეს მოიცავს, ყოველივეთი მოქმედებს. ამისთანავე ყოველთვის დაცულია ღმერთკაცობრივი წონასწორობა ღვთაებრივსა და ადამიანურ შორის. ჩვენ ეკლესიის წევრები ჩვენი არსებობის მთელს აი ამ სისრულეს განვიცდით მასში ყოფნი და ეს განცდა ხდება ყველა საზომით. ღვთის მსგავსება, საყოველთაობა ეკლესიისა სინამდვილეში არის ადამიანის განუწყვეტელი, მადლმოსილი და ნებაყოფლობითი ყოფნა ქრისტეში. პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ახსება რომელმე ყოველივე ყოველსა შინა აღავსო, მიგვითითებს სწორედ იმაზე, რომ ცხონებისაკენ მოხმობილია მთელი კაცობრიობა განურჩევლად და ამიტომ თითოეულს მართებს გახდეს ქრისტეს ეკლესიის წევრი. თუმცა კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს აი ამ მოწოდებას, ცხონებისათვის აუცილებელი პირობაა სწორედ რომ კათოლიკე საყოველთაო ეკლესიის წევრობა, მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება და წმინდა მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკის აზრით ეკლესიის მიღმა არ არის საერთოდ ქრისტიანობა, არც ქრისტე, არც მადლი, არც ჭეშმარიტება, არც ცხოვრება, არც ცხონება. ყოველივე ეს მთელი სისავსით არის ერთიან ეკლესიაში. ეკლესიას ასევე ეწოდება სამოციქულო, იმიტომ რომ გავრცელდა და დამტკიცდა დედამიწაზე მოციქულთა მეშვეობით. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი გვმოძღვრავს, რომ წმინდა მოციქულები პირველნი ღმერთკაცნი იყვნენ ამ ქვეყნად მადლის მიერ, თითეული მათგანი მთელი თავისი ცხოვრებით. პავლე მოციქულთან ერთად უფლებამოსილია გვითხრათ, რომ ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტეო. ანუ ამ სიტყვით კარგად გამოიხატება ის აზრი, რომ წმინდა მამებს, მოციქულებს, წმინდა მამებს ჰქონდათ გათავისებული ქრისტიანობა, ისინი ქრისტეში ცხოვრობდნენ და იყვნენ ამითი ბედნიერნი და სწორედ ამიტომაც არის ეკლესია მოციქულებრივი. უნდა აღინიშნოს, რომ მოციქულები არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც ეკლესიაში დღესაც, იმყოფებიან მასში, ზეციურ ეკლესიაში, იყვნენ მიწიერნი, ეხლა არიან ზეციურნი და განაგრძობენ ამ ქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას და შემწეობას. ანუ ეკლესია ასე თქვათ პავლე მოციქულის სიტყვით ბრძანებს, რომ უკვე მე კი არ ვცოცხლობ და მოქმედებ, არამედ ჩემი მეშვეობით ქრისტე ცოცხლობს და მოქმედებს ჩემშიო. ღმერთკაცობრივმა აი ამ მოციქულობამ, რასაც ქვია, სრულყოფილად პოვა თავისი გაგრძელება ამ ქვეყნად მათ მემკვიდრეებში, კერძოდ ეკლესიის წმინდა მამების სახით, რომლებიც მათ მსგავსადვე იყვნენ ღმერთშემოსნილი და მათ შორის არცებითად არანაირი განსხვავება არ არსებობს. წმინდანები ნამდვილად განაგრძობენ და აღასრულებენ ფულის წმინდა მოციქულების საქმეს,
მართლმადიდებელი ეკლესია საღვთო გადმოცემაში უცვლელად იცავს თავის სულიერ მემკვიდრეობას, სწავლებას, ხელდასხმის საშუალებით. ღვთაებრივი პავლე მოციქული ასე ამბობს, რომ ამიერიდან უკვე აღარა ხართ უცხო და წირ, არამედ თანა მოქალაქე წმინდათა და სახლეულ ღვთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავს საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესო. ამიტომ წმინდა მამები არასდროს არცერთ შემთხვევაში არაფერს თავისას არ ამბობდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რაც წმინდა მოციქულებისა და წმინდა მამებისაგან გადმოეცა უსწავლიათ და იოტის ოდენასაც არ ცვლიდნენ მის სწავლებაში. თუ რაიმე კერძო აზრი ქონძათ მათ, ეს კერძო აზრი რჩებოდა და ის ეკლესიის სწავლებად არ იყო მიჩნეული. იმავე სულისკვეთებას ინარჩუნებს ეკლესია თანავედროვე პირობებშიც და მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთიანი, ერთადერთი, რომელმაც დაიცვა მოციქულებრივი მემკვიდრეობა, სახარებისეული სული, მამებისეული სწავლება, ეს სულიერი საგანძური უცვლელად და ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ სწორედ ის არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ შესაძლებელია ცხონება. ეკლესიის მიღმა აი არსებულ საზოგადოებებს, საკრებულოებებს თუ რა უწოდოთ მათ, რომლებიც საიდუმლოებებსაც არ აქვს არანაირი მადლი, საეკლესიო საიდუმლოებების აღიარება ეკლესიის მიღმა ნიშნავს წმანდადან, რომ მადლის აღიარებას ეკლესიის მიღმა და გარეთ. ეს იმას ნიშნავს აღიარებას, რომ ცხონება შესაძლებელია ეკლესიის გარეშეც. ამიტომ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს უგულებელყო ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის არსებობა და მნიშვნელობა. ნუ იყოფინ ესე და ჩვენ წმინდა ეკლესიასთან ერთად, მოციქულებთან, წმინდა მამებთან ერთად ვაღიაროთ წამსის მეცხრე მუხლი, რომელშიც სულ ფასოვნად არის გადმოცემული ეკლესიის ნიშანთვისება, ეს უცვლელი დოგმატური და კანონიკური სწავლება, რომლებიც უნდა იქნეს დაცული ყველა მართლმადიდებლის მიერ. დაგლოცოთ ღმერთმა და წყალობა და კურთხევა არ მოგვაკლოს დედა ეკლესია.